Action. მომისმინე ძვირფასო. ამ ფურცელზე წერილი დავწერე, გესმის? წერილი ბიძია იამაჩს უნდა გადასცე. აუცილებლად. Action. გონიბები ამოდის. დაიმალე. დაიფარე საყვარელო, ხმა არ მოიღო. დარწმუნებული ხარ რომ აქედან გამოვა? ხო. რომ არ გამოვიდეს, მაშინ იქ დაველოდებით საიდანაც გამოვა. ცველები ახლავს. თუმცა ეს ბუნებრივია. მარტოს არც მე დავტოვებდი. სახლში მიხავთ რომ დაიძინოს. წარმოება რომ არ შეფერხდეს. წესით გვიანობამდე უნდა ამუშაონ, მაგრამ ბევრი რომ იმუშაოს დაიღლება. თუ დაიღლება რაღაც შეეშლება. თუ შეეშლება იცი რა მოხდება. მიდიან. იამაჩ. ო. ერთი მეგობარი მყავდა, ჰალილი ერქვა. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებოდა. მითხარი რა გჭირს? რა მოხდა? რამე შეემთხვა? არ ვიცი, ღმერთმა დაიფაროს. არ გინდა ახლა მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხომ ასეა? ხო. ღმერთო. პოლიციაში წავალ. ნამდვილად რაღაც შეემთხვა. თორემ ვინმე მაინც დაინახავდა. თუ რამეს გაიგებ შეგვეტყობინე. ჩემო საყვარელო, აქშინ. შემოდი. აქშინ? შვილო, სად იყავი, რა მოხდა? ასე რატომ სუნთქავ, მორბოდი? რა მოხდა მითხარი? დედა, თავი დაანებე, გთხოვ. წამოდე. კარგად ვარ, კარგად. სახლში ვიყავი, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ბებიამ ვერც დამინახა. აქშინ რას ამბობ, რომელ სახლში? სად იყავი? ხომ გითხარი, ჩვენ სახლში ვიყავი ჯელას. საადეთმა დამალა. ის რომ არა, ბებია ნამდვილად მაშემჭრიდა. არ შეგჭრიდა, საყვარელო, არა. ბები ამას არ გააკეთებდა. სახლში იმდენი საქმეა, ბაბუა სტუმრები ყავს. ბებიას არ ცალია. ალბათ საადეთიც ეხმარება, არა? ვიღაც კაცმა წაიყვანა. ალბათ ბებიამ დაუძახა. იმედი მაქვს არაფერს ეთყვის. არაფერს ეთყვის, ნუ გეშინი, არაფერს ეთყვის. დეიდა აი შემართალია, სახლში უამრავი საქმეა. იქ ნუ ღარ წახვალ, კარგი? ხომ ხედავ, ქარაჯაც აქ არის. თუ ისევ მოგინდება წასვლა, მითხარი და ერთად წავიდეთ. საადეთის ნახვა მეც მინდა. კარგი. კარგი, ერთად წავიდეთ.
დაეწიე, გაიქცა. მეზობელო. არ გეწყინოს მეზობელო, დაუპატიჟებლად მოვედი. ვინ ხარ? წესიერად თორე მიცოდე დაგსჯი. არ მიჯერებთ. წინააღმდეგობას მიწევთ. მერე კი ან მუცელი გტკივათ, ან თავი. და ყველაფერში ისევ მე ვარ დამნაშავე. ტელევიზორი როგორ ჩავთო? როგორ ჩავთო ტელევიზორი? საღამოს ფეხბურთია. ნუ შეწუხდები, მე გავაღებ. მოვდივარ. რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ სახლში სტუმრები არ მოიყვანო? სად არის? ოთახში. ამათ რა ვუყოთ? ხომ შევთანხმდით, რომ არ ცემდი სალი? ცემას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ კარი რომ გამიღო, მკითხა ვინ ხარო? უპასუხე რა შენი საქმეა? ანგარიში უნდა ჩაგაბარო მეთქი? მერე კი გაქცევა სადა და ვცემე. მოკლედ, ასე იყო ყველაფერი. აი ასე მოხდა. რა გინდათ ჩემგან? შვენიერია. ერთმანეთი უკვე გაგიცვნიათ. ამიტომ პირდაპირ გეტყვი. ამ ფლაკონს გამომართმევ და სითხეს შავი ბატკნების საქონელში ჩაასხამ. მერე კი კარგად მოურევ. სულ ეს არის. თქვენ რა გაგიჟდით? შეუძლებელია. ის ხალხი თვალს არ მაშორებს. ამას ვერ ვიზამ. მომკლავენ ძმაო. ჩვენ აგვირჩია. როგორც ჩანს ძალიან მოვეწონეთ. უნდა რომ მაინც და მაინც ჩვენ მოვკლათ. კარგი, თანახმავართ. გეყოფა. ბიჭი ნუ შეაშინე. შეეშინდა. კარგი, მართალი ხარ. მაშინ ასე მოვიქცეთ. შენი ტელეფონი მომეცი. 500 მობილური მომეცი. აპარატზე გეუბნები, შენი ნომერი რაში სჭირდება? კოდი მე თვითონ უნდა გამოვიცნო? 9721. აბა ვნახოთ. დედა ხოლია. მამა ხოლია. წარმოგიდგენია? შეყვარებული ცხოლია. მეგობარო, როგორ გაგიმართლა? ყველა ცოცხალი გყავს. თუ მოვინდომებთ, ყველას მისამართს გავიგებთ, ხომ ასეა? ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. აბა? ყველაფერს მიხვდი არა? არავით არის საფრთხე არ დაგემუქრება. შევთანხმდით?
საკმარისია. ბაბუას თავი დაანებეთ. გაკვეთილი ხომ კარგად ჩაგაბარე, ბაბუა? შემდეგ კლასში გადამიყვან? იმედია გაკვეთილი შენც ისწავლე. გონი ისწავლე. იმედია ისწავლე. მამა შენი ლომს გავს. მიზან დასახული კაცია. მთელი სტამბოლი ხელში უჭირავს. მის უძლურებას ვერასოდეს დაინახა. თავს არასოდეს არავის დაუხრეს. ვერც მის სინანულს დაინახა. შეიძლება ინანოს კიდეც, მაგრამ ამას ვერ მიხვდები. ვერავინ მიხვდება. ჩემ გარდა. კემიკოსმა რა თქვა? ცველებს რას უზამს? მანქან ახავს. მითხრა რომ სახლიდან თავისი მანქანით წაიყვანს. კარგია. კარგია რომ მანქან ახავს. აქ რას აკეთებთ? ძმაო, წამოდი, სახლში წავიდე და ყველაფერს გეტყვი. მოკეთე. კარგად მომისმინე. დროა შენი ადგილი ისწავლო. ზღვარს ნუ გადახვალ. დროა ისწავლო. ძმაო წამოდი, ძმაო წადი, ძმაო მომისმინე. ძმაო ჩეტოს ხელი არ ახლო, ძმაო ჩუქურს არ გაეკარო. ძმაო ბაქსუნს თავი დაანებე. გალ შემახვედი. ძმაო. თურმე ძმა ვარ. ჯერ კიდევ გასარკვევია რომელი ძმა ვარ და რომელი ძამიკო. ისედაც იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნები. შენთვის უარი არაფერზე მithქვამს. თქვენ კი უჩემოთ, რას აღარ აკეთებთ? არ შეიძლებოდა გეთქვათ, რას აპირებდით? რა მოხდებოდა რჩევა რომ გეკითხათ? მაგრამ არაფრად მაგდებთ. დიდი ხანია შევეგო რომ არაფრად მაგდებთ. ნუ თუ ჩემი აზრი მართლა არ გაინტერესებთ. ვირი ვარ თუ ადამიანი? რას ამბობ ძვირფასო? ეს ხომ წამოიყვანე? მამა ჩემი შვილო, ზევითადი, მამა ჩემი შვილო, ქვევითადი, იამაჩქო ჩოვალი, მითხარი ვინ ვარ? იქნება არ ვიცი? გამაგებინე ვინ ვარ? ძმაო, რას ამბობ? ეს როგორი ფიქრი? ალბათ იმის ბრალია რომ ყურადღება მოგაკელით. მოკეთე. სულ რატომ მიყვირე? თქვენი საქმე თვითონ მოაგვარეთ. ღმერთო. გისმენ. კარგი გეტყვი, უკვე აგიხსენი რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ გინდა რომ ახლა ვეკითხრა. მითხარი. კარგი გეტყვი. ჯუმალი ქოჩოვალის საყურადღებოდ ვაცხადებ. ზდეკ. შავი ბატკნების ქიმიურ ლაბორატორიას მივაგენით. ზდეკ. ერთ კაცს დავემუქრეთ და ჩვენი ნივთიერება მივეცით. ზდეკ. იმ ნივთიერებას თავის საქონელში შეურევს და ყველას ერთად გავანადგურებთ. ზდეკ. გაიგე? საკმარისია? კმაყოფილი ხარ? ყველაფერი გაიგე? ესე იგი ყველას ერთად გაანადგურებთ. ცოცხალს არავის დავტოვებთ. იქვე დავხოცავთ. იქვე დახოცავთ. შეიძლება რაღაც გითხოთ. თუ ცოცხალს არავის დატოვებთ. ჩეტოც მოგდება? კარგი. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. მაქსუნიც მოგდება? ალბათ. გასაგებია. დახოცავთ. დახოცავთ. მეგობარო მგონი სისხლი მოგდის. ახლა მე მომისმინე. კარგად მომისმინე.
ერთი ძმა უკვე მომიკლეს. არ დავუშვებ, რომ შენც მოგკლან. კარგი ძმაო, განათლებული კაცი ხარ. ძალიან ჭკვიანი, გონება კარგად გიჯრის, საღად აზროვნებ. ყველაფერს თვითონ გეგმავ. ვიცი რომ გაცოფდი, მესმის შენი. იამაჩ კოჩოვალი. მათ უფლებას არ მირცევ რომ მოგკლან. სანამ შენ საქმეს მშვიდად აგვარებ. სანამ რამეს გეგმავ, ისინი მშვიდად არის ხდებიან იამაჩი. ვერ ხვდები რომ თავს არასდროს დაგვანებებენ. ძმაო, ღიად ვერ დაუპირისპირდებით. ჩუქურის მოსახლეობის ბედი ჩვენს ხელშია. მათ დავპირდით. შენი ბედი არ გაღელვებს? ჩემი ძმის სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქროს. კარგი. გასაგებია. საქმე ასე არ გამოგვივა. ამიტომ მე სხვა გზას ავირჩევ. ჩუქურში არ წახვიდე. ჩუქურში წასვლა არ გაბედო. კარგი. სადი და რაც გინდა ის გააკეთე. აღარ ჩავერევი. რაც ენაზე მოადგება იმას ამბობს. დედის მხრიდან ერთმანეთის მტრები ხართ. ვიხუმრე. კარგი ერთზალო. კარგი აგიხსნე. როცა მოუახლოვდები დამირეკე. კარგი. სენას ელაპარაკებოდი? ხო, სადილის მერე მოვა. ცოტა ადრე ვერ მითხარი, რამეს მოვამზადებდი. რა ვქნათ? აქშინი ხომ არ გაბრაზდება? სინამდვილეში მის გამომოდის. შენ სად მიდიხარ? მანიკურის გასაკეთებლად ერთ სახლში დამიძახეს. რას მეყურებ? იმის გამო რომ სალონი ვერ გავხსენი, სახლში უსაქმოდ ვიჯდე? კარგი. მერტორა და გემართა. შემომხედე. სახე მაჩვენე, გცემეს? რატომ? ერსოი? ვინ? ერსოი. ლალი არ გცემდა. მაქსონმა. მერტმა ყველა შეაჩვენოს, არა ადამიანები. დაო. უნდა გავიქცე დაო. მეც ვეღარ გავუძლებ. მაგრამ მეშინია. ძალიან მეშინია. თუ დამიჭერენ მომკლავენ. დაო. დამეხმარე. გემუდარები დამეხმარე. იცხედით, არ შეწუხდეთ. ქუჩაში რატომ ხართ? იმ კაცს ვინ უთვალთვალებს? ერთი კაცი დავტოვე ძმაო. შენობაში საშინელი სუნი დგას, საჭმელად რიგრიგობით გამოვდივართ. გასაგებია. ძმაო, თუ არ შეწუხდები კიდევ 7 ან 8 სინჯარა მომიტანე. ხომ იცი აქაურობას ვერ დავტოვებ.
აქ რამდენი ხართ? 9 ან 10? 10 ძმაო. მშვენიერია. გამოდის რომ 10 კაცმა ერთს ვერ მიხედა. ეს რა არის? მტკიცებულება, ქურდობის მტკიცებულება. ეს კაცი თქვენ თვალწინ საკონდენს იპარავდა, რომელსაც ვიღერ მომზადებდა. ვინ აკონტროლებდა? მე ერსოი. შენ? კარგი. ჩემთან ერთად წამოხვალ. დანარჩენები კი მომხდარისთვის პასუხს აგებთ. წამოდი.